მე ვარ მარიამ ქოთათელაძე 6 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა ხატვა, თამაში, ცეკვა. ყველაზე უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა 3 წლის ვიყავი. მე გოგონას ხატვა, სახლის ხატვა, სახლის ხატვა, პეპელას ხატვა, კატას ხატვა. ყველაზე ძნელია ზებრას დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. მე ახლა გასწავლით სახლის დახატვას. ჯერ ხატავთ კედლებს, მერე სახურავს, მერე ფანჯრებს. მერე კარი და კიბე. მერე ვხატავთ ეზოს. ახლა დავხატავ ჩემ ბების. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ბიჭის ფერია. მე ვაგროვებ ჩემ ნახატებს. სახლში მაქვს 100 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ რომ მინდა მოვაწყო გამოფენა. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ჩემ ძმას, დედას, ჩემ მეგობარს, მამას და ბებოს. მინდა გავყიდო ჩემი ნახატები. თვითონ ნახატი ეღირება 6 ლარი. მე როცა ფული მაქვს, ხარჯავ ტკბილეულში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ბარნი. საყვარელი საჭმელია ბორში. მე ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად რომ გავაკეთე საჭმელი, ვიყავი 3 წლის. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ პიცას. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. იმიტომ რომ კარგი მასწავლებელი მყავს და კარგი კლასელები. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თეო კაკაბაძე. იმიტომ მიყვარს რომ მე ხუტება და არ გვიყვირის. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე სტილისტი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი კერავი. მე ვარ ლამაზი გოგო და მიხდება ლამაზად ჩაცმა. მე გავარ პრინცესა ელზას. მაგრამ მე უფრო ლამაზი ვარ. ახლა მე მინდა ვიყო 12 წლის. იმიტომ რომ მექნება ტელეფონი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებო, ჩემი ძმა და ძაღლი. კიდე მინდა მყავდეს და 3 და 2 ძმა. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია გიორგი. ის არის ცოტა ცელქი, ჭკვიანი და ცოტა ნერვებს მიშლის. ნერვებს მიშლის, როცა ერთად ვთამაშობთ. ჩემი საყვარელი თამაშია დომანლობანა. ჩემი აზრით გიორგი რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მე ისე მიყვარს ფეხბურთი, რომ გიორგის ვუგებ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი. მამიკო არის სიმპათიური, მეთამაშება და მხიარულია. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მიშვიდე, მზრუნველი და მეთამაშება. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ბები არის მხიარული და ახალგაზრდა. ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ჩემი ვისწავლე. როგორ ვისწავლე და
ტელევიზორს ვუყურე. ჩემს საყვარელი ცეკვას ქვია ირემი და პანდა. მე მაგ ცეკვაში ვარ ირემი. პანდა არის ჩემი მეგობარი ბარბი, ცინცაძე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ ექნება ვიყიდი სახლს, მანქანას, პლანშეტს, ნაყინს და შოკოლადს. სამოგზაუროდ მინდა წავიდე იტალიაში. კიდე მინდა წავიდე დისნეილენდში. წინა ბავშვმა დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ძმასთან ერთად. შემდეგ ბავშვს ვუტოვებ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილია თათა მეშველიანი. ის არის კარგი გოგო და ჩემი მეგობარი. ბედნიერება არის ხატვა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.